რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. Euro 6 სტანდარტის 70 ავტობუსი მგზავრებს 4 სხვადასხვა მიმართულებით გადაიყვანს. რუსთავიდან დიდუბის მეტრომდე მიმავალ მარშრუტზე რუსთავის ავტობუსი დედაქალაქში გასასვლელი გზის 70%-ზე მეტს გაივლის ბასლაინზე. ახალი ავტობუსები 4 ახალ და უკვე მეხუთე არსებულ ისნის მიმართულებაზეც ივლის. რუსთაველების ძალიან დიდი თხოვნით რუსთავის გუნდმა შევძელით სატრანსპორტო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა. იცით რომ შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო რუსთავი-თბილისის მიმართულებით, რაც პრემიერის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით და 61 ერთეული ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსი შევიძინეთ იმისთვის, რომ გამარტივებულიყო რუსთაველებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება. რეისათვის რუსთავიდან თბილისის მიმართულებით იმოძრავებს 3 სხვადასხვა მარშრუტზე სრულიად ახალი ავტობუსები და მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო ჯამში მოვიცავთ 6 მიმართულებას. აქვე უნდა ვთქვა, რომ რუსთავი მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგალითია.